ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე ვიდეოს დასაწყისში, ამიტომ აცი ტაიმკოდებს დავდებ, რომ თუ ჩემი წინასწარ ლაპარაკი არ გსურთ და უშუალოდ გინდათ ვარჯიშზე გადახვიდეთ, შეგიძლიათ ეგრევე ტაიმკოდს მიაჭიროთ და ეგრევე ვარჯიშის დასაწყისში გადახვიდეთ. ვისაც გაინტერესებს, მოგიყვებით რაზეა ვარჯიში და რაზეა პრაქტიკა და შემდეგ გადავლოთ მაგას. ანუ თუ გაქვთ პრობლემები წელში, ტკივილი წელში და ასევე პრობლემები რეპროდუქტიულ სისტემაში, კუჭ-ნაწლავში, როგორც უკვე ვამბობდი ადრე, პირველ რიგში უნდა ისწავლოთ სუნთქვა. ეგ არის ყველაზე მთავარი პირველი საფეხური. სუნთქვის ვიდეო მიდევს, შეგიძლიათ ნახოთ. შემდეგი საფეხური არის ჩვენი მენჯის მობილობა, გაწელვები ფეხის უკანა ნაწილის. ახლა გეტყვით რა არ შეიძლება იმ შემთხვევაში თუ გაქვთ თიაქრები, დისკოზები და ესეთი მაგდაგვარი პრობლემები ხერხემალში, წელის არეში. არ შეიძლება გაწელვა წინ დახრებით. ანუ წინ დახრა არის ეს. როდესაც მწვავე არის პრობლემა. შემდეგ პრობლემას რომ მოუვლით და ტკივილები არ გექნებათ, უკვე სხვანაირად ვილაპარაკებთ. ესეთ ვარჯიშებსაც დავდებ. მაშინ სადამე ჩვენი მენჯის მობილობა და სიმყარე ეგ არის ჩვენი ხერხემლის ჯანმრთელობა. არა მარტო, მაგრამ პირველ რიგში ხერხემალს სჭირდება ეს სიმყარე. მაგიტო გჭირდება ბარძაყების, დუნდულების, კუნთების გამაგრება, სწორი გაწელვები და ამ სწორ გაწელვებს გავაკეთებთ ახლა ისე რომ არ იყოს დამაზიანებელი თქვენი ზურგისთვის და ხერხემლისთვის. ხშირად, როდესაც ხერხემალში წელის არეში განსაკუთრებულად გაქვთ პრობლემა, ხდება ამ საჯდომი ნერვის დაზიანება კი არა, ანუ ისე მოყვება, რომ მერე მთელი ფეხი გტკივათ რა. ეს ვარჯიშები იმისთვისაც არის, რომ ეს საჯდომი ნერვი არ გაწუხებდეთ და ასევე ამ ვარჯიშს ელოდება ძალიან ბევრი ჩემი მოსწავლე, ძალიან უყვართ. ამიტომ თქვენთვის ჩემო საყვარლებო ჩავწერ ამ ვარჯიშს. როგორც ყოველთვის ვიწყებთ დაწოლილ მდგომარეობით, ყოველთვის არა, მაგრამ ანანდა ასანით მინდა გაგახსენოთ, რომ გაცნობიერება, სუნთქვის დაკვირვება, შეგრძნებების დაკვირვება სხეულში არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა პრაქტიკაში, რომელიც არ უნდა იყოს. ფეხები ერთმანეთისგან მოშორებით, ხელები სხეულის გასწვრივ, ხელის გულები იყურება სევით და გააკეთეთ რამდენიმე ღრმა იოგური ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა სრული გაცნობიერებით. ჩასუნთქვა მუცელი, ნეკნები, მკერდი, ლავიწის ძვლები, ამოსუნთქვა ჩადის ლავიწის ძვლები, შემდეგ ნეკნები და მუცელი. სხეული მოდუნებული და მხოლოდ როგორც ბუშტი სუნთქვის საშუალებით მუცლიდან ლავიწის ძვლებამდე იბერება. ლავიწის ძვლებიდან მუცლამდე იჩუდება. მოადუნეთ მთელი სხეული თავის წვერიდან ფეხის თითის წვერებამდე. გააცნობიერეთ ეს მოდუნება. გააცნობიერეთ ყველა შეგრძნება თქვენს სხეულში. კარგად, გაიწელეთ, ხელები აწიეთ ზევით, ფეხები შეაერთეთ, ფეხის თითები გაწელეთ ერთ მხარეს, ხელის თითები საპირისპიროდ. კარგად გაიწელეთ და ესეთი ძლიერი სხეულით მოტრიალდით მარცხნივ. გაიწელეთ,
ნელა დაბრუნდით ზურგზე, ისე შეეცადეთ, არ დავარდეთ, გაიწელეთ და მოტრიალდით მარჯვნივ. გაჩერდით მარჯვენა გვერდზე, კარგად გაიწელეთ. და ისევ დაბრუნდით ზურგზე, ისევ ხელების სხეულის გასწრივ, ანანდა ასანა, ან შავასანა. ფეხები ერთმანეთისგან მოშორებით, ხელის გულები იყურება სევით. თუ ესეთ მდგომარეობაში გტკივათ წელი, თავიდანვე მუხლის ქვეშ დაიდეთ რაღაცა მრგვალი რბილი მუხლები, რომ ცოტა მაღლა იყოს და წელი იდოს ძირს. ახლა გავაკეთებთ სხვადასხვა ველოსიპედის მოძრაობას. თუ წელის პრობლემა არ არის მწვავე, შეგიძლიათ უბრალოდ შემოაბრუნოთ ხელის გულები იატაკში და დადოთ ხელის გულები იატაკზე. თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, ან წელი გეტკინებათ მოძრაობის დროს, დაიდეთ ხელის გულები დუნდულების ქვეშ, ისე რომ წელი უფრო მიუახლოვდეს იატაკს, ან შეგიძლიათ ერთი ფეხი მოხაროთ. და ვიწყებთ მარჯვენა ფეხიდან, მოხარეთ მარჯვენა ფეხი, გაწელეთ ფეხის თითები გარეთ, შემდეგ გაასწორეთ მარჯვენა ფეხი ჭერში, გაწელეთ ფეხის თითები სახისკენ, მიუახლოვეთ სწორი ფეხი იატაკს, ოღონდ არ დადოთ იატაკზე და ისევ გაწელეთ ფეხის თითები თქვენგან და მოხარეთ მუხლი. და ვიმეოროთ ესეთ წრეებს 10 ჯერ, 2, რაც შეიძლება დიდი წრეები. 3, 4, სუნთქვამ 7, 5, გრძნობთ მენჯს, 6, ვაკვირდებით მოძრაობას, 7, 8, 9, 10 მოხარეთ მუხლი და იგივე მარჯვენა ფეხი. ახლა თითებით წინ გავწელეთ ფეხი, იატაკზე ავდებთ, ავწიეთ თითები, ავწიეთ ფეხი, მოვხარეთ მუხლი. ეგ არის 1. მუშაობს თქვენი კოჭწვევი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. დავდეთ მარჯვენა ფეხი, მოდუნდით და აგვირდით, ახლა რა ხდება მარჯვენა ბარძახში, მენჯში, ფეხში, ტერფში. და შევცვალეთ ფეხი მარცხენა, მოვხარეთ. გვახსოვს, რომ ავწიეთ ზევით, წავიღეთ იატაკთან, გვახსოვს, რომ მუშაობს კოჭწვევის სახსარი, ერთი ფეხი როგორც ცურვის დროს მუშაობს. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, საპირისპირო მხარეს, 1, 2, 3, 4,
5 6 7 სუნთქავთ 8 9 10 დავდეთ მარჯვენა ფეხი, მოვადუნეთ ფეხები. დააკვირდით რა ხდება მენჩში, ფეხში, ბარძაღში, თერფში, წელში. თუ ეს სავარჯიშო თქვენთვის რთული არის, მაშინ რამდენიმე კვირა აგრძელებთ მხოლოდ ამ პირველ ეტაპს. თუ კარგად უმკლავდებით და დიდი პრობლემა არ გაქვთ, მაშინ გადავდივართ მეორე ვარიაციის სიაზე ამ სავარჯიშოს, ან და შეგიძლიათ 3-დან ერთ-ერთი აარჩიოთ, ჯობია პირველი 2-დან და ის გააკეთოთ ხოლმე, თუ თქვენ ეს გირჩევნიათ. მეორე ვარიაცია არის, როდესაც ორივე ფეხს ვაკეთებთ მონაცვლეობით, მაგრამ წრეები ისევ ისეთი დიდი არის. წავედით. ერთი ფეხი, მეორე ფეხი, 1, ვატრიალებთ ბორბლებს წინ, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 და იგივე საპირისპირო მხარეს. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. დავდეთ ფეხები, ფეხები ოდნავ ერთმანეთისგან მოშორებით, ხელის გულები იყურება ზევით. თუ აგერიათ სუნთქვა, აჩქარდა გული, მოდუნდით, ისუნთქეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. დააკვირდით, როგორ ჩდება სუნთქვა ნორმალურ რითმში და გულის ცემა ასევე. დააკვირდით, როგორ უკვე გაცხელდა თქვენი მენჩი, გათბა. და ისევ მოაბრუნეთ ხელის გულები იატაკში. დადეთ დუნდულების ქვეშ, ეგ უკვე მესამე ყველაზე რთული ვარიაცია არის, როგორც ითვლება. მაგრამ ხშირად მესმის, რომ მეორე ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებს. ფეხები ერთად და ვაკეთებთ ორივე ფეხით. ერთდროულად 5 წრე წინ და 5 წრე საპირისპირო მხარეს მოვხარეთ. დავიწყეთ. 1, 2, 3, 4, 5. საპირისპირო მხარეს 1, 2, 3, 4 და 5. კარგი, ანანდა ასანა. ხელის გულები იყურება ზევით, ფეხები ერთმანეთისგან მოშორებით. მოდუნდით, იხსუნთქვეთ ღრმად. ეს სავარჯიშოები კარგად ამუშავებს თქვენ. არა მარტო მენჩის სახსრებს, ასევე მუშაობს მუხლის სახსრები, მაგრდება ბარძაყი, მუშაობს კოჭწვივის სახსრები, კარგად ამოძრავებთ ამიტომ კოჭწვივებს. და ბევრი ექიმი ამბობს, რომ ჩვენი ფეხებიდან იწყება ჯანმრთელობა.
ჯანსაღი, კარგი ფეხები, ჯანმრთელია მთელი სხეული. და გავაგრძელოთ ჩვენი მენჩთან მუშაობა. ჩასუნთქვა აწიეთ მარჯვენა სწორი ფეხის ზევით. ამ მოსუნთქვასთან ერთად ჩაეხუტეთ მარჯვენა მუხლს, გადააჯვარედინეთ თითები მუხლთან. და აქ უნდა კარგად მოდუნდეთ. მოადუნეთ კისერი, მხრები, წელი. მოადუნეთ სახე პირველ რიგში, მარცხენა ფეხი. აქაც გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად ვიწყებთ მარჯვენა ფეხით, ყოველთვის, როდესაც ის მუცელთან მიგვაქვს. მოადუნეთ მარჯვენა ფეხი. კარგად მოადუნეთ მუცელი და გააღრმავეთ სუნთქვა. იგრძნით, როგორ მასაჟდება მუცელი მარჯვენა ბარძაყზე და ყოველ ამოსუნთქვაზე უფრო და უფრო მოდუნდით. მოადუნეთ მენჩის კუნთები. მოადუნეთ დუნდულები. იგრძნით მარჯვენა მენჩი, მენჩ-ბარძაყის სახსარი. უფრო კარგად რომ მიმართოთ ყურადღება მენჩ-ბარძაყის სახსარში, წარმოიდგინეთ, რომ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ მარჯვენა მენჩ-ბარძაყში და თუ კომფორტულად ხართ, ამოსუნთქვასთან ერთად კიდე უფრო მოწიეთ მუხლი ახლოს, მაგრამ არ დაზაბოთ სახე და კისერი. ჩასუნთქვასთან ერთად გაასწორეთ მარჯვენა ფეხი ჭერში. ამოსუნთქვასთან ერთად ნელა დააბრუნეთ ძირს. მოადუნეთ მარჯვენა ფეხი, მოდუნდით კარგად, იგრძნით ხელები, ხელის გულები. მარჯვენა მენჩი, წელი, ბარძაყი. შეიძლება გრძნობთ ესეთ სასიამოვნო ტალღებს, სისხლმოძრაობას ან რიტინს, ან ჭიანჭველებს რაღაც არეებში, განსაკუთრებულად მარჯვენა მენჩში და აკვირდით. ახლა მარცხენა ფეხის ზევით ჩასუნთქვა. ამოსუნთქვასთან ერთად მოხარეთ, ჩაეხუტეთ მუხლს, გადააჯვარედინეთ თითები მუხლთან და მოწიეთ ახლოს. მოადუნეთ სახე, კისერი, მხრები. მოადუნეთ წელი. მოადუნეთ მარჯვენა ფეხი. მარცხენა ფეხი. კარგად მოადუნეთ მუცელი. გააღრმავეთ დიაფრაგმული სუნთქვა. იგრძნით, როგორ მასაჟდება მუცელი მარცხენა ბარძაყზე. კარგად მოადუნეთ მენჩის კუნთები და დუნდულები. თუ კომფორტულად გრძნობთ თავს, ამოსუნთქვაზე კიდევ უფრო ახლოს მოწიეთ მუხლი. ოღონდ კისერი გქონდეთ მოდუნებული, სახე მოდუნებული. და წარმოიდგინეთ, რომ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ მარცხენა მენჩში. ჩასუნთქვა სწორი მარცხენა ფეხის ზევით. ამოსუნთქვა ნელა დააბრუნეთ ფეხი ძირს და მოდუნდით, იგრძნით რა ხდება მარცხენა მენჩში, ბარძაყში, ფეხში და აკვირდით ამ სასიამოვნო ტალღებს და ნებისმიერ შეგრძნებებს. ახლა მოხარეთ მარცხენა მუხლი და დადეთ ტერფი ძირს დუნდულასთან ახლოს. მარცხენა ფეხი მოხრილია და ახლა მოხარეთ მუხლში მარჯვენა ფეხი და დადეთ მარჯვენა კოჭი მარცხენა მუხლზე. ისე რომ მუხლში 90 გრადუსია და გვერდზე იშლება. ანუ
მარჯვენა ფეხი ესე გვერდულად გაშლილია და მარცხენა ფეხი მოხრილია ისე რომ ტერფი დევს დუნდულასთან. ეხლა აქ თუ მაგალითად თქვენთვის რთულია და არ შეგიძლიათ გადააჯვარდინოთ ხელის თითები მარცხენა მუხლის ქვეშ ან მარცხენა მუხლის ზევით და გეწევათ თავი უნდა ანუ თუ გადააჯვარედინეთ აწიეთ თავი და შემდეგ შეძელით რომ დააბრუნოთ თავი ძირს, კაი, თუ არა და ტოვებთ ესე ფეხს და უბრალოდ შლით მუხს მარჯვნივ, ვცდილობთ გაშალოთ, გაწელოთ ბარძაყი. ან შეგიძლიათ მოკიდოთ მარცხენა კოჭს ხელები და შეეცადოთ მოწიოთ მკერდთან, ისე რომ მარცხენა ფეხი დატოვოთ ცირს. თუ შეგიძლიათ გადააჯვარდინოთ თითები მარცხენა მუხლზე, გაჩერდით ჯერ ეგრე, მოადუნეთ მარცხენა ფეხი, მარჯვენა ფეხი, მოადუნეთ კისერი და სახე. მოადუნეთ მუცელი, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვასთან ერთად მოწიეთ მუხლი ახლოს რამდენადაც შეგიძლიათ. ამ მუხლის მოწევის დროს კარგად მოადუნეთ მარჯვენა ბარძაყი, მენჯი. უნდა იგრძნოთ გაწელვის შეგრძნებები მარჯვენა დუნდულაში და ბარძაყში. აქ გაჩერდით და ისუნთქეთ გაღრმავებულად მუცლით. კარგად მოადუნეთ სახე. უსიამოვნო შეგრძნებები თუ არ არის რამე მწვავე ტკივილი, უნდა ამოისუნთქოთ და მოადუნოთ. კუნთი არ იწელდება თუ ძაბავთ. არც ეცადოთ რომ გადაწელოთ. სუბუქი გაწელვის შეგრძნებაც თუ გაქვთ, ესეც საკმარისია, მთავარია მოადუნოთ ეს შეგრძნება და გაჩერდეთ სტატიკაში. ისუნთქეთ ღრმად მუცლით. და აკვირდით როგორ იწელდება თქვენი ფეხი, მუცელი მოდუნებულია, თუ შეეჩვიეთ, შეგიძლიათ ღრმად ჩაისუნთქოთ და უფრო ახლოს მკერდთან მოწიოთ მარცხენა მუხლი. მოადუნეთ წელი და დუნდულები. ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად დავაბრუნეთ მარცხენა ფეხი ძირს, გავასწორეთ ფეხები. დახუჭეთ თვალები და რამდენიმე 10 წამი დააკვირდით რა ხდება მარჯვენა ბარძაყში, დუნდულაში, მენჯში, წელში, გვერდში. რა განსხვავებული შეგრძნებებია მარჯვენა და მარცხენა მენჯის შორის. ახლა მოხარეთ მარჯვენა ფეხი, დადეთ ტერფი ძირს. მარცხენა კოჭი დადეთ მარჯვენა მუხლს და თუ რთულია გაჩერდით ესე და გაწელეთ მუხლი. გარეთ ან მოკიდეთ მარჯვენა ტერფს და შეეცადეთ მოწიოთ მკერდთან ახლოს. მაგ დროს უნდა იგრძნოთ როგორ იწელება მენჯი და მარცხენა დუნდულა. თუ პრობლემა არ არის, გადააჯვარდინეთ თითები მარჯვენა მუხლის ქვეშ ან ზევიდან. ამ მდგომარეობაში ჯერ მოდუნდით, მოადუნეთ სახე, კისერი, მხრები. მოადუნეთ მარჯვენა ფეხი და მარცხენა ფეხი, მოადუნეთ დუნდულები, მუცელი, ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვასთან ერთად მოწიეთ მარცხენა მუხლი მკერდთან იმდენად, რამდენადაც თქვენთვის კომფორტული. ისუნთქეთ ღრმად მუცლით. შეეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ. მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი მოდუნებას.
თუ შეეჩვიეთ ამ მდგომარეობას, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვასთან ერთად მოწიეთ მუხლი უფრო ახლოს. ისუნთქეთ და შეეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ. ღრმად ჩასუნთქვასთან ერთად დავაბრუნეთ მარჯვენა ფეხით ძირს, გავასწორეთ ფეხები ერთმანეთისგან ოდნავ მოშორებით, ხელები სხეულის გასწვრივ, ხელის გულები იყურება ზევით. დახუჭეთ თვალები, მოდუნდით, სიამოვნეთ შედეგებით. თან არ ჩავარდეთ სიამოვნებაში, მთავარია დაკვირვება. უნდა დააკვირდეთ შეგრძნებებს. თქვენ რო ამთავრებთ ასანას და აკვირდებით, მაშინ ხდება ყველაზე მთავარი მაგია. მაშინ ხდება ეფექტებით ზეგავლენა ყველაზე დიდი, როდესაც თქვენ მიგაქვთ ყურადღება მანდ და აკვირდებით. გავაგრძელოთ ჩვენი ვარჯიში. მოხარეთ მარჯვენა მუხლი, ისე რომ იდაყვი გაქვთ შიგნიდან და მოკიდეთ თქვენ მარჯვენა ფეხის გარე, მარჯვენა ტერფის გარე ნაწილს მარჯვენა ხელით, ისე რომ მარჯვენა ხელი ტერფის გარეთ არის მარჯვნივ და იდაყვი მუხლის შიგნით არის მარცხნიდან. მუხლი მოხრილი, მარცხენა ფეხი დევს ძირს, მარცხენა ფეხი და მარცხენა ხელი მოდუნებულია. ჩაისუნთქეთ, გააკეთეთ მუხლში 90 გრადუსი მარჯვენა მუხლში, ისე რომ ტერფი იყურება ჭერში და ამოსუნთქვასთან ერთად მიმართეთ მარჯვენა მუხლი იატაკისკენ. თუ ეგ არ გამოგდით, შეგიძლიათ დატოვოთ ესე მოხრილოთ მუხლი და შეეცადოთ გაშალოთ რამდენადაც შეგიძლიათ. თუ შეგიძლიათ 90 გრადუსით დაიჭიროთ მუხლი, ისე რომ ტერფი იყურებოდეს გარეთ, არ გაასწოროთ ფეხი. ისევ ვისუნთქეთ ღრმად მუცლით, მოადუნეთ სახე, თავიდან საკმაოდ არასასიამოვნო გაშლა არის მენჩში, მაგრამ დროთა განმავლობაში აღარ იქნება ეგრე. აქ მთავარია მოადუნოთ თქვენი მენჯი კარგად. ისუნთქოთ ღრმად და შეეცადოთ მიმართოთ მუხლი იატაკისკენ ამოსუნთქვის დროს, რაც შეიძლება ახლოს იატაკთან. მაგრამ მთავარია გაჩერება, არ შეეცადოთ გადაწელოთ ან ძალიან დააწვეთ, მთავარია მოდუნდეთ. მოვხარეთ მუხლი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვასთან ერთად გავასწორეთ მარჯვენა ფეხი, ხელები დავაბრუნეთ ძირს, ხელი. დახუჭეთ თვალები და დააკვირდით, როგორი განსხვავებული შეგრძნებაა მენჩში, ბარძაყში, წელში, მარჯვენა გვერდში და ფეხში. გავიმეორეთ იგივე მარცხენა ფეხზე, იდაყვი შიგნით, ხელს უჭირავს ტერფი გარედან, ფეხი მოხრილი. ჩასუნთქვა მუხლში 90 გრადუსი, ამოსუნთქვასთან ერთად ვცდილობთ დავდოთ მუხლი იატაკზე, ან ისე როგორც ავხსენი მარჯვენა ფეხი, როგორც გამოგდით, ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი საკუთარი სხეული და მისი საშუალებები. ჩვენ არ გვაქვს მცდელობა, რომ რაღაცა დავიზიანოთ პირიქით. ისუნთქეთ ღრმად, მოადუნეთ კარგად მენჯი, მოადუნეთ კისერი, სახე. სუნთქავთ.
თუ შეგიძლიათ უფრო კარგად გაწელეთ მუხლი იატაკისკენ. ღრმად ჩასუნთქვა, მოუხარეთ მუხლი, ამოსუნთქვა, გავასწორეთ ფეხი. ისუნთქეთ, მოადუნეთ მენჩი, წელი. ისუნთქეთ ოდნავ გაღრმავებულად მუცლით და იგრძენით რა ხდება მენჩში, ბარძაყში, ტერფში, მარცხენა გვერდში. და ახლა გავაკეთოთ იგივე ოღონდ ორივე ფეხით ბედნიერი ბავშვის პოზიცია. მოუხარეთ ორივე მუხლი, ორივე იდაყვი შიგნიდან და ორივე ტერფს გარედან კიდევთ ხელებით. ჩასუნთქვა მუხლებში 90 გრადუსი. ამოსუნთქვა წელავთ მუხლებს იატაკისკენ. აქ გაჩერდით და შეეცადეთ მაქსიმალურად მოადუნოთ. მენჩი გაშალოთ. ისუნთქეთ ღრმად, მუცლით, იგრძენით როგორ ბარძაყების შორის მუცელი იბერება და იჩტება. მოადუნეთ წელი, კისერი. ისუნთქეთ. რაც შეიძლება უფრო გაწელეთ მუხლები იატაკისკენ, ისე რომ შეინარჩუნოთ მუხლებში 90 გრადუსი. არ გაშალოთ ფეხი, ან არ მოხაროთ ძალიან და თუ მაგალითად 90 გრადუსის დაჭერა არ შეგიძლიათ, ნელ-ნელა ამ პოზიციაში შემდეგ შეეცადეთ გააკეთოთ ეს 90 გრადუსი. მენჯი არ გაიშლება თუ არ მოადუნეთ. სუნთქავთ, შეგიძლიათ ნელ-ნელა გააქანაოთ მარცხენა მუხლი მარჯვნივ, შემდეგ მარჯვენა მარჯვნივ. გავჩერდით შუაში. მოუხარეთ მუხლები ჩასუნთქვა და ამოსუნთქვასთან ერთად გაასწორეთ ფეხები, ფეხები ერთმანეთისგან მოშორებით, ხელისგულები იყურება ზევით, მოდუნდით და დააკვირდით, შეიძლება იგრძნოთ კუდუსუნიდან ხერხემალს, შეიძლება აუყვეს ზევით ესეთი სითბოს ფანტანი ან ელექტროობის შეგრძნება. ესეთი დენის იგრძენით სითბო ირღვევა თქვენს მენჩში, ბარძაყებში და მთელ სხეულში და აკვირდით ამას. და მოდით ამ კომპლექსიდან გავაკეთოთ კიდე ერთი სავარჯიშო. პეპელა წოლით მდგომარეობაში. შეერთეთ ფეხის გულები, წევხართ ზურგზე. მოდუნდით, მუხლები ჩამოკიდებულია. ისუნთქეთ მუცლით. და ვიწყებთ მუხლების გამოძრავებას ზევით და ქვევით, როგორც პეპელას ვაკეთებთ მურჯდომიარე პოზიციაში, ასევე აქაც გავაკეთოთ. სუნთქავთ. ვაგრძელებთ. ისუნთქეთ და აკვირდით, როგორ მოძრაობს თქვენი მუხლები, მენჯები, ფეხები. და აკვირდით კუდუსუნს, გავას. ისუნთქეთ ღრმად მუცლით და წარმოიდგინეთ, რომ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ პირდაპირ მენჯში. გავაჩერეთ ფეხები, მოადუნეთ.
ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვასთან ერთად გავასწორეთ ფეხები, ანანდა ასანა, ხელის გულები იყურება ზევით, ფეხები ერთმანეთისგან მოშორებით. მოდუნდით რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. და აკვირდით მენჯის არეს, მუცლის, წელს. კარგად გავიწელეთ ხელების თავსევით, ფეხის თითები ბალერინას ფეხის თითებივით, ფეხები ერთად გავიწელეთ, მოვუტრიალდით მარჯვენა გვერდზე, გავიწელეთ, მოვუტრიალდით მარცხენა გვერდზე, გავიწელეთ და შეგიძლიათ ადგეთ, დაჯდეთ და მენჯთან მუშაობას და ამ ფეხების უკანა ზედაპირის გაწელვას ცოტა კიდე უფრო მეტი სავარჯიშო მივაყოლოთ. აი აქ უკვე ვისაც აქვს პრობლემა მწვავედ წელში, წელის მალებში იყავით ძალიან ფრთხილად. ვისაც არ გაქვთ თქვენც იყავით მაინც ფრთხილად. კიდე ცოტა გავწელოთ ფეხის თითების უკანა ზედაპირი. ფეხის თითების კი არა და ფეხების. მოხარეთ მარჯვენა ფეხი და დადეთ ბარძაკთან ახლოს. ანუ არა ზევით, ანუ არამედ ახლოს. და აქ როგორ ვიწელებით წინ, არ შეეცადოთ მოხაროთ თქვენი ზურგი აი ეს. ანუ ვიწელებით წელიდან, მაშა სადამე ჩასუნთქვასთან ერთად თხემით გავიწელეთ ზევით, ამოვწიეთ ხერხემალი, ამოსუნთქვასთან ერთად ნიკაპით ზევით დავიხარეთ წინ. ისე რომ წელს არ ვამრგვალეთ, ამისთვის უნდა გავშალოთ მკერდი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ქვევით ჩაიწევით. აქვს მნიშვნელობა რომ წელი არ მრგვალდებოდეს. მენჯიდან ვიხრებით წინ. ჩასუნთქვა ისევ ამოვწიეთ ხერხემალი, ამოსუნთქვა დავიხარეთ წინ, ნიკაპი იყურება ზევით. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და გავჩერდით. ხელი არ არის აუცილებელი მოგიდოთ ფეხის თითებს, სადაც გეკიდებათ, იქნება ეს მუხლი თუ წვივი, ფეხის თითები, მთავარია რომ ცდილობთ მიმართოთ წელი ბარძაკთან და მოადუნოთ მარცხენა ფეხის უკანა ზედაპირი. თუ მუცელი გიდევთ ბარძაკთან, ჩასუნთქვასთან ამოწიეთ თხემის ზევით, დადეთ მუცელი, მკერდი და თუ ეს ნაწილები იდება ფეხზე, შემდეგ შეგიძლიათ დადოთ თავი ძირს. ან ვინცაც არ შეუძლიათ, ჩერდებით და სუნთქავთ. ცდილობთ მაქსიმალურად მოადუნოთ გაწელვის შეგრძნებები. არ უნდა იყოს რთული. ნელ-ნელა ვამვითარებთ. ჩასუნთქვასთან ერთად ავიძიეთ. ამოსუნთქვა, გავშალეთ ფეხები და შევცვალეთ ფეხი. ფეხის თითები. ხო, დამავიწყდა მე თქვა. მნიშვნელოვანი არის, როდესაც წელავთ ფეხების უკანა ზედაპირს მომავალშიც მდგომარე პოზიციაში თუ მჯდომარე არ აქვს მნიშვნელობა. არის ასანები, სადაც მუხს ვკეტავთ და უკან ვწევთ და ზევით, მაგრამ ეს სპეციფიკური ტექნიკა არის, მაგ სავარჯიშოს მერე გასწავლით. ძირითადად აუცილებელია მუხლის უსაფრთხოებისთვის. მუხლი გქონდეთ რბილი, ოდნავ მოხრილი, არ შეეცადოთ დადოთ მუხლი ძირს და გადაკეტოთ. ეს არ არის ჯანსაღი. მუხლი არის რბილი, გაასწორეთ ზურგი, თხემით აიწიეთ ზევით ჩასუნთქვა და ამოსუნთქვასთან ერთად მუცლით ბარძაკისკენ, ნიკაპის ზევით. გაშალეთ მკერდი. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა.
ჩასუნთქვა. ამოსუნთქვა და ჩერდებით, ვცდილობთ. მივწიოთ წელი უფრო ახლოს ბარძაყთან და მოვადუნოთ მარჯვენა ფეხის ზედაპირი, ფეხის თითები იწედება მუხლისკენ. ვისაც შეგიძლიათ დადოთ მუცელი, მკერდი და შემდეგ თავი დადეთ ფეხს და მოდუნდით. ვისაც არა, ჩერდებით და ვსუნთქოთ. შვენიერი, ჩასუნთქვა ავიწიეთ ზევით და მოდი ვნახავ რამხელა სავარჯიშო გამოვიდა. ხო, საკმაოდ გრძელი ვარჯიშია. და მოდით გავაკეთოთ კომპენსაცია აუცილებლად. დაწექით მუცელზე. დადეთ თავი ლოყაზე, ხელები სხეულის გასწვრივ. მოდუნდით, ისუნთქეთ მუცლით. და გავაკეთოთ არტხა ბუჯანგასანა. ესე იგი, ხელის გულები დადეთ მხრების ქვეშ, ოდნავ წინ. თავი ნიკაპზე. ჩასუნთქვასთან ერთად ამოვწიეთ მკერდი. გახსენებთ, რომ არტხა ბუჯანგასანა არის მომზადება ბუჯანგასანისთვის. და ჯობია თავიდან გააკეთოთ ბუჯანგასანა, მით უმეტეს თუ გაქვთ წელში პრობლემები. სუნთქავთ მუცლით. ესეთი სფინქსის პოზიცია არის. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ მოდუნდეთ და ისუნთქოთ. ჭიპი, მენჯი დევს იატაკზე, თქვენ ხართ ჩამოკიდებულები ხელებზე. ანუ თქვენი მთლიანი წონა წევს ხელებზე. ისუნთქეთ ღრმად, იყურეთ წინ და შეეცადეთ მაქსიმალურად მოადუნოთ ხერხემალი. ამ პოზიციაში ჩერდებით იმდენ ხანს, რამდენსაც გესიამოვნებათ. და გაიმეორეთ, შეგიძლიათ მაგალითად თქვენთვის თუ უსიამოვნა, ამოსუნთქვასთან ერთად დააბრუნოთ თავი. გააკეთოთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ჩასუნთქვასთან ერთად ისევ აიძიოთ. ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვასთან ერთად დავაბრუნოთ შუბლი, ხელები და დავდეთ თავი სხვა ლოყაზე. ისუნთქეთ მუცლით. და ვამთავრებთ ჩვენს ვარჯიშს შემდეგი ასანით. თუ რთული არის, შეგიძლიათ გაშალოთ ხელი და ხელი, სხეულის ზედა ნაწილი და ფეხი ერთ ზოლში არის, ან ხელი არის სხეულის გასწვრივ. ან თუ შეგიძლიათ იდაყვი ფეხი და სხეული ერთ ზოლში, მოხარეთ მარჯვენა ფეხი, დაადეთ ხელი ხელს, შეაერთეთ მარჯვენა ფეხის და მუხლის და მარჯვენა იდაყვი, დაადეთ თავი
ხელის გულებს და ესეთ პოზიციაში მოდუნდით და ისუნთქეთ გაღრმავებულად მუცლით და აკვირდით როგორ იწერება აქ წელი ისვენებს ამას ქვია მოსვენებული ვეფხის ასანა ანუ ვეფხვი ისვენებს წარმოიდგინეთ რომ ესეთი ზარმაცი ვეფხვი ხართ და დააკვირდით როგორ ისვენებთ რას გრძნობს სხეული როგორი შეგრძნებებია წელში 2-3 წუთი ან რამდენიც გესიამოვნებად გაჩერდით ერთ გვერდზე და შემდეგ შეცვალეთ გვერდი ისუნთქეთ ღრმად და დააკვირდით წელს ეს არის ვარჯიშის ბოლო გისურვებთ ჯანმრთელობას იმედია გამოსადეგი იქნება ეს ვარჯიში და თუ გააკეთებთ აუცილებლად იქნება რაც ეხება წელის მალებს და პრობლემებს ამ მალებში და ხერხემალს ჩვენი წელის ჯანმრთელობა ძალიან დამოკიდებულია ჩვენი პრესის კუნთებზე და განსაკუთრებულად ქვედა პრესს როგორ უჭირავს ჩვენი წელი აქ მაგას მნიშვნელობა ამიტომ ჩვენი პირველი ვარჯიში რომელიც იყო ველოსიპედი ამაგრებს ამ პრესს და ძალიან კარგი არის ცალკე ან ყურადღება მიაქციეთ ამას აუცილებლად სხვა ვარჯიშებსაც გადავიღებ ეგ რაც გავაკეთეთ არ არის საკმარისი რა თქმა უნდა წელის ზურგის კუნთები არის ეტაპობრივად გასამაგრებელი ხერხემლის ჯანმრთელობისთვის მაგრამ ეს მენჯის ვარჯიში აუცილებელია და შემდეგ გადავიღებ კიდე უფრო გაღრმავებულ ვარჯიშს ჩვენს მენჯთან ახლა კიდე გისურვებთ ჯანმრთელობას იყავით ბედნიერები და გემშვიდობებით თუ რამე სურვილები გაქვთ რამე ჯანმრთელობის პრობლემები შეგიძლიათ მომწეროთ რომ ვიცოდე რა გსურთ